თბილისში როგორც სანიმუშო მოსწავლე გადაწყვიტეს ჩემმა მშობლებმა რაც ძალიან მახარებდა და ძალიან მაბედნიერებდა სწავლა გამეგრძელებინა არა ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში, არამედ ლიცეუმში. და მივიდნენ ლიცეუმში. 115 სკოლას ჰქონდა ლიცეუმი. დღესაც არის ეს სკოლა და ამ სკოლის დირექტორმა განაცხადა უარი ჩემს მიღებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ მე სოფლელ ბავშვს ჩემს ლიცეუმში ვერ ვასწავლი. ამაზე თითქოს ცა ჩამოიქცა. არ ვაჭარბებ. ესეთი სულისკვეთებით ვარ, ბავშვი ვარ, იმაზე ორიენტირებული, რომ სახლიდან გავიქცევი და ლამის მართლა მოხდა ესეთი რაღაც, რა თქმა უნდა არ მოხდებოდა, მაგრამ და ესე რომ ესე ვარ ჩამოსული და მთელი ამბები და ვიღებ ენთუზიაზმით ფიადოსანი უკვე რომ ესპანური სიტყვები იცი და სხვები კი. ძალიან კაი მსმენელი ხარ, მადლობა. ესე მთელი ჩემი ამ ყველაფრით და ერთ დღესაც მეუბნებიან, რომ ესეთი რაღაცა არის და ჩემ მშობლებს უყურებ არიან რაღაც ძალიან დაბნეულები და მოვიდა ჩემს ყურამდე ეგ ამბავი გავიგე. მართლა ჩამობნელდა ყველაფერი, იმიტომ რომ მთელი ჩემი ეს მოტივაცია, ეს რაღაცა იქ თითქოს ჩამოინგრა.